მოგესალმებით ეთერშია დასწრების საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისში გამართულ შეხვედრებს იქ-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გაიმართა უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში, საკანონმდებლო პალატის სპიკერთან და სენატის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა სექტორული მიმართულებებით ორმხრივ სარგებელს გვთავაზობს და ჩვენ გამოვხატეთ მზაობა. ამ ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება. წერს ირაკლი ყობახიძე. ძლიერი საქართველოს საგარეო მდივან გრიგოლ გეგელიას განცხადებით ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებს ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან შეხვედრები ჰქონდათ. როგორც გეგელია სოციალურ ქსელში წერს, ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხის გვერდით. ლატვიელები ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან, ვისაც უზომოდ უყვართ საქართველო და ესმით ჩვენი ისტორიული დილემები. ლატვია და რეგიონის სხვა სახელმწიფოები ერთგულად და მყარად დგანან ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის გვერდით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ყველა გამოწვევას, წერს გეგელია სოციალურ ქსელში. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა. პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინა საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. დამტკიცებული პროექტით იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც წინა საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამკვირვებელი ემატება. ამავე ცვლილებების ფარგლებში ადგილობრივ დამკვირვებელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი კრიტერიუმები დგინდება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ. ამ შესახებ ინფორმაციას კოალიცია ცვლილებისთვის ავრცელებს. ლატვია მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის და სრულად იზიარებს მათ მოთხოვნებს პოლიტიკური პატიმრებისა და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის შესახებ. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ამაში ეჭვი-არავის ეპარება. გახდება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრი. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ევროკავშირში საქართველოს ადგილი არის. თუმცა ამავდროულად დაცული უნდა იყოს საქართველოს ინტერესებიც. ვფიქრობ, ამჟამად საქართველოს გეოგრაფიულად ძალიან რთულ მდგომარეობაშია. თქვენ გაქვთ თქვენი ადგილი ევროპულ ოჯახში, მაგრამ ოჯახში ჩვენ პატევი უნდა ვცეთ ყველა წევრის არჩევანს. ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ინტერპრეს ნიუს განუცხადა. ევროპარლამენტის თქმით, ის არ იზიარებს ოფიციალური ბრიუსელის პოზიციას, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. რაც შეეხება ბალტიის ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების ნაწილის მიმართ სანქციების დაწესებას, მარიანი მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამწვავების ნაცვლად აღნიშნული ქვეყნები საქართველოს გამოსავლის მონახვაში უნდა დაეხმარონ. თბილისის მერ კახაკალაძის განცხადებით მან არ იცოდა თუ უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება ჰქონდა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ სტატუსის ჩამორთმევა მისთვის საინტერესო არ არის. გულწრფელად მინდა ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი აღნიშნული სტატუსის შესახებ, თუ მისი მფლობელი ვიყავი, ნამდვილად არ ვიცოდი, არ არის ეს საინტერესო, განაცხადა კალაძემ. რითაც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისთვის უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ შეკითხვას უპასუხა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კალაძე მედიასთან ასევე ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწიონ წარმატებას. ქართულ ოცნებას კი ექნება დიდი მხარდაჭერა. შეხვედრა მქონდა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ გარემოში, სადაც მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი X-ზე წერს. დამოუკიდებელი ჟურნალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვანი არიან თავისუფალ საზოგადოებაში. შეხვედრა მქონდა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ გარემოში, სადაც მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ვფიქრობ, დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამ აღლობელზე, რომელსაც სასამართლოს ხდობა ჰქონდა, წერს არაკელიანი. თბილისის მერმა კახაკალაძემ ისნის რაიონის გამგებლად დავით ხაბეიშვილი წარადგინა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, დავით ხაბეიშვილი წლების განმავლობაში ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მინდა წარმოგიდგინოთ ისნის რაიონის ახალი გამგებელი დავით ხაბეიშვილი, რომელიც მერიის უწყებაში წლებია მუშაობს. ის წლების განმავლობაში გამგებლის მოადგილე გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის გამგებლის თანამდებობაზე წარმატებული იქნება. ეს ძალიან საპასუხისმგებელი
პასუხისმგებლობ თანამდებობაა და ის პრობლემები, რომელიც არსებობს, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მათ დაძლევას. დავით მინდა წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და კარგ საქმეს გავაკეთებთ ისნის რაიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. განაცხადა კალაძემ. თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5000-მდე სტუდენტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებზე. ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც სჭირდებათ ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით. განაცხადა კახა კალაძემ. მეტეხის ხიდთან მტკვარში, სადაც ავტომობილი ჩავარდა, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, როდესაც ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. საფრანგეთი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესპიკერმა სოფი პრიმასმა განაცხადა. ჩვენ ზავი შევთავაზეთ, ეს არის ის, რაც აშშ-თან მოლაპარაკებებში განიხილება. საფრანგეთი და ევროპა აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობენ. განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესპიკერმა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენა უკრაინაში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია. ამ გარკვეულობის მომენტში, როდესაც მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, დღეს საღამოს სიტყვით მოგმართავთ. წერს ემანუელ მაკრონი X-ზე. რუსებმა უკრაინის მიმართულებით 181 დრონი და 4 რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობითაც სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ M23 ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა, ერთი S-300 ტიპის საზენიტო მართოდი რაკეტა და 181 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 115 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 55 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, დონეცკის, მიკოლაივის და ოდესის ოლქებში გაანადგურეს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიო შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უნგრეთის მთავრობის პრესპიკერის ცნობით ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე პიტერ სიიარტო და მარკო რუბიო შეთანხმდნენ, რომ ამ რთულ პერიოდში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს. ახლა როგორც არასდროს პატრიოტული ძალები უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. კოვაჩი წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ღრმა შეშფოთება გამოხატა პატრიოტულ მთავრობებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, ზოგჯერ მხოლოდ ეროვნულ არჩევნებში გამარჯვების გამო. დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 4 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღესტნის რესპუბლიკაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად 4 ბანდიტის განეიტრალება მოხდა, რომლებიც ქალაქ კასპიისკში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ადმინისტრაციის ობიექტზე ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ. ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში. რუსული მედიის ცნობით სპეცოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ მოყოლია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ტრამპის განცხადებით ის ზელენსკის მხრიდან წერილის გაგზავნას აფასებს. ამავდროულად ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. დროა ეს სიგიჟე დასრულდეს, დროა ეს უაზრო ომი დასრულდეს, მკვლელობის შეჩერების დროა, თუ ომის დასრულება გსურს ორივე მხარეს უნდა ესაუბრო, აღნიშნა ტრამპმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.